მოგესალმებით ხუთშაბათ საღამომშვიდობისა, ტრადიციულად მე და ბატონი ოთარი და გვინდა ბოლო ჩვენ შეხვედრიდან ერთი კვირა გასული და გადავხედოთ ამ ერთ კვირას, არ ვიტყოდი რაღაც ძალიან სასიკეთოები რამე მოხდა, პრინციპში არ დიდად გაუარესება არ არის. დღეს ევროპარლამენტი განიხილავდა საქართველოს დელეგაციის გაძევება არ გაძევების საკითხს, რომელიც მგონი საქართველოს დელეგაციისთვის დადებითად გადაწყდა. კარგად და დადებითად როგორ? არ გააძევეს ესე ვთქვათ, მე ვთვლი მაინც ამას ქვეყნისთვის დადებით მოვლენად და არა მარტო მართველი პარტიისთვის. არც ახლა ბევრს მიაჩნია რომ მართველი პარტია ოღონდ დაისაჯოს და ამას ქვეყანაც შეეწიროს ჩვენი რაღაც მიღწევები ქვეყნის. მე ესე არ ვფიქრობ და ვფიქრობ რომ რაღაც დადება, მაგრამ იქ არის გარკვეული პირობები, რომ თურმე უნდა ჩატარდეს მაშინ აუცილებლად არჩევნები. დაახლოებით ესეთი პირობებია და თეატრულიკიანი ამას მაქსიმალურ წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს რომ ესე არ მოხდეს და უბრალოდ დელეგაციად დარჩეს და არანაირი პირობა რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. მოცემულობა ეს არ ვიცით ახლა თეას აზრებში გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ მოცემულობა ჯერჯერობით ამ წუთისთვის ეს არის. რა სიტყვი ოთარ ახლა შენ აი ძალიან ძნელია რა პროგნოზირება, რას რა მოყვება რა, მით უმეტეს ევროპელების და უკვე ამერიკა შემოდის სხვა სტატუსით რა და არა ვთქვათ გაგრძელება ჩვეულებრივი ის ევროპული დელეგაციების, ხო? აი რა სიტყვი შენი პროგნოზირება და შენი აზრები ამ შემთხვევაში? ესე იგი, ეს ბოლო დღეებია მართლაც ძალიან ბევრი ევროპარლამენტარის სიტყვით გამოსვლა მოვისმინეთ ხსდომაზე და იქ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა ევროდეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ და თუმცა არც ადრე იყვნენ ქართულ ოცნებაზე ისინი რაღაც მაღალი წარმოდგენის, მაგრამ დღეს სწორედ ეს განხილვა გამომრჩა მე და არ ვიცი, იყო ამაზე საუბარი ინტენსიურად, რომ ესე იგი ჩვენს დელეგაციას აკრედიტაცია შეუწყდებოდა და იქ ვერ მოახერხებათ გადაწყდა რომ არ უწყდება. და როგორ ხდება ეს ვერ გავიგე, როცა ერთი მხრივ ესე იგი აცხადებენ იმას, რომ ყველას ვისაც აქვს ესე იგი დიპლომატიური პასპორტი, სახელმწიფო მოხელეებს პარლამენტის წევრებს აეგზალებათ ევროპაში სიარული და ახლა არ შეუწყდათ არა, აეგზალებათ არა. მათ დიპლომატიური პასპორტიც არა ასანქცირებენ, ხო? ბოლო პერიოდი ამბობენ და ამბობენ, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ დიპლომატიური პასპორტი არ იმუშავებს, როგორც კი, მაგრამ ევროპაში შესვლის ჩვეულებრივი პასპორტითაც სახელმწიფო მოხელეებს, პარლამენტის წევრებს უნდა აიღონ, ესე იგი, ვიზა იმ ქვეყნებში, ხო? როგორც ჩვენ რიგითი მოქალაქეები. არა, ჩვენ არ ვიღებთ ვიზას და მათ სწორედ ეს სანქციები ეს ამას ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი პასპორტითაც ჩვენი პარლამენტის წევრებს და მთავრობის წევრებს მოუწევთ ვიზის აღება. და ამ შემთხვევაში რაღაც შეუსაბამობას აქვს ადგილი. ესე იგი თუ ესე იგი ამას კრძალავ და იმას აკრედიტაციას არ უქმებ, არ ვიცი როგორ ძალიან ბევრი შეუსაბამობა, ძალიან ბევრი გაუკვირვება და ძალიან ბევრი გასაკვირი, ესე იგი თვითონ არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებული, ასე გამოდის. თან აქ ეხლა მოდი რა, ოთარ მე შემთხვევით არ მithქვი, ამერიკული ახალი ფაქტორი შემოდის, ხო? აი, მოდი გულწრფელები ვიყოთ და თითქმის შეუძლებელია პროგნოზირება რა იქნება, იმიტომ რომ იგი ფონ დერ ლაიენის წერილებს არ პასუხობს და ზარებს თურმე ის ბატონი რუბიო, რომელიც ჩვენ ძალიან დადებით პიროვნებად მიგვაჩნია. თუნდაც იგივე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობასთან, აი სურათებიც გვაქვს ნანახი ის საკმაოდ თბილი და კარგი დამოკიდებულებისთვის და ამ რუბიომ შესანიშნავად იცის, რომ თქვათ არანაირი როგორც ტრამპი ყავდათ აქ გამოცხადებული რუსეთის აგენტად, ზუსტად ეგრევე ვიყავით რუსეთის აგენტებად გამოცხადებულები და არ კარგა ეს ამბები მან კარგად იცის და ეს რუბიო ეხა თქვათ, რომ ჯერჯერობით უნგრეთში აღიარებს ყველაზე დიდებულად ერთადერთ ადამიანს, ეს არის უნგრეთის პრეზიდენტს ორბანს და ორბანი კიდე ის ადამიანია, რომელიც ცდილობს რომ საქართველოს დელეგაციას და საქართველოს მთავრობაზე ყველანაირი სანქციების აცილება მისცეს. ანუ ოთარ მოდი რა პირდაპირ ჯაჭვში ჩავსვათ რა, ესე იგი ევროპიდან მოდის საოცარი აგრესია
არა მხოლოდ ევროპიდან, იმიტომ რომ ამერიკაშიც არის ძალიან ამერიკის სენატორებს არ გულისხმობ, მე უკვე უმაღლეს პირებზე ვსაუბრობ, თორე გეთახმები ის სენატორები კიდე ფონ დერ ლაინს უსწრებენ, რა თქმა უნდა რა და იმათი განცხადებები, მაგრამ ეს უბრალოდ ლობისტების ის თემა არის, ეს ჩვენთვის ახალი არა, ხა სადაც ლიტველი და პოლონელი დეპუტატები ყავს დანახი, რა განცხადებს საკეთებ, უგზარწიკლაური გეგონება, ხო თითოეული მათგანი, არანაირი განსხვავება არც ინტელექტში და არც აზრობრივი, მათში არ არის, ხო? მაგრამ მოდი ახლა ვთქვათ, რომ აქ უმაღლეს თანამდებობის პირებზეა საუბარი და მათი აი ესე ვთქვათ, უახლოესი მოკავშირე ორბანი არის ლამის, ჩვენი მთავრობის და ქართული ოცნების ესე ვთქვათ ადვოკატი, ხო? თავიდან ბოლომდე. და ამიტომ ოთარ მე კი რამის კი არ ვამტკიცებ და კი არ ვამბობ რომ აი ქართულ ოცნებას როგორც იქნება ისე დალაგდება არა ამას არ ვამტკიცებ არც ვამბობ იმიტომ არა რომ თავს ვიკავებ და რაღაცა იმიტომ რომ იმდენად მუნდოვანია და იმდენად წინააღმდეგობრივი არის სხვადასხვა შტოების იგივე ამერიკელი სენატორები შერო შემისწორეს სწორად შემისწორეს სენატორებიც ახლა არა მეორე ხარისხოვანი და ის გადასაგდები ადამიანები არ არიან რა და მათი განცხადებები საკმაოდ მძიმე და მძიმეზე უარესი იყო ხო ლამის სხვადასხვა სიაში და მაგნიცკის სიაში ითხოვენ ლამის შეყვანას ხო პირველი პირების ქვეყნის რა ძალოვნები შეყვანილია უკვე და გომელაურია შეყვანილი არ და სპეცნაზის ხელმძღვანელი მისი მოადგილე მინისტრის სამი მოადგილე არის შეყვანილი სხვა ჩვენ ვცადეთ გადავხედეთ ამ მაგნიცკის სიას და არა მარტო სხვა ამერიკის მიერ დასანქცირებული ადამიანის სიებს და გვაინტერესებდა პრეცედენტი თუ არსებობდა რომ რომელიმე შეყვანილ ადამიანს შემდგომი მოხსნოდა. ამბობდა რომ ესეთი რაღაცა სამწუხაროდ არ ფიქსირდება. ხა მე გომელაურს არ ვთვლი იმ ადამიანად რომელიც უნდა იყოს ისევე როგორც თქვა მახარაძეს არ ვთვლი და იმას არ ვთვლი. კოკას არ ვთვლი რომ რა ხა რაღაცა ხო უნდა იყოს ლოგიკა ხო 9-თა და ის არ არიან რა ახალაიები შეყვანილი და ესენი არის ვიღაცა მოგვიანებით შეიქმნა. ძირითადად ეს შეიქმნა აი ტერორისტების ხო და რაღაც აი კარგი ხა მახარაძის ნატერორისტალი სადნახეს მართლა მაინტერესებს. ის ზარი არის შემოუშვათ და გისმენთ. დიახ, მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით თქვენს და პატიცემ საზოგადოებას. ეხლა რა არის ისიც ხო, მოგილოცავთ პირველ რიგში ჩინურ ახალწელს. თქვენ და კი ბატონო გახლავთ და იყო ეხა რეკლამაში ხო და იცით რა არის ჯერ ესეთი ატომკაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს არ ვიცი რამდენად საფუძვლიანი მაგრამ ეს პატივცემული რუბიო მაინც ხემათე რა ქვია ასტროების დავერბოვკებული აგენტი მგონია და კუბიდან შემთხვევით არ გაქცეულა ჩანერგილია მე მგონი როგორც თავის დროზე ანგელა მერკელი ბრძანდებოდა ლეპოროტოვოს იზოლატორში და მამამისი შტაზეს მაღალ ესე ხო რა ქვია ჩინოსანი ეგეც კარგად ვიცით. ხო, რა და რა შეეხება? აი იმაზე რა აზრის ხართ, რომ რაღაც ისეთი ტრაგიკომიკული სიტუაცია იქნება, ну ცუდია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორც ეს გარიცხავენ თუ არა ჩვენ იმას და თეატრო წულუკიანის აზრები რამდენად დამაჯერებელი იქნება მათთვის ეს ერთი, მაგრამ რომც გარიცხონ და რომც აი ყველანაირად ძალიან შეავიწროვონ. ძალიან მაგონდება რა ტრაგიკომი ვახსენე ეს საბჭოთა გაიდაის რა ქვია შედევრი შურიკას თავგადასავლები, სადაც უნდა გამოასწოროს მას სტუდენტი როა რა ქვია ეგრეთ წოდებული რეციდივისტი ალკაში და ისე ეუბნება ის მაღალი მოსული კაცი რო ძალიან მაგარი მსახიობი რო ისო студент это ты думаешь что мне дали 15 суток нет это тебе дали 15 суток რაღაც ისე მგონია რომ მე მგონი ამ 15 სუტკას როგორც თქვით ესე გადატანილი შევით მე მგონი ევროპა მიიღებს თვითონ აი ამაზე რას გვეთყოდით უგუნესი მადლობა და ძალიან საინტერესო მოსაზრება თქვით მაგალითიც ძალიან მე აი ზუსტად მისაღები და გასაგებია ოთარ მივხვდი ხო რა აი ადამიანმა დასვა იმდენად რთულია პასუხისგაცემა რა ეხლა ჭკვიანი სახე უნდა მივიღო და რაღაც არა ბატონო აი იმდენად მიჩეს პასუხისგაცემა და ეგ ვარიანტიც ბუნებრივია არსებობს და აქ არსებობის უფლება რომ აი რა ვთქვა აი რა ვიცი ოთარ შეთვლი რომ თქვათ იმ შემთხვევაში ჩვენი დელეგაცია ჩაიჭრა და ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას რა აგერ ხომ მოხდა აი ამ ადამიანის ზარს დაუკავშირე პეტრამეს USAID-ის პროგრამები ჩაიჭრა მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოში ხა დილით რო გავიღვიძე მე არ მიგძნია რომ რაღაცა დამაკლა.
თულიო საქართველოს მოსახლეობის 99.9%-ს არაფერი არ დააკლდა. ეხლა ლომჯარიას და გიგაუს თუ რაღაცა დააკლდა, მე არ მიმაჩნიო საქართველოს რამე დააკლდა ამით რა. ანუ არის მთელი რიგი იმას საქართველოს მხოლოდ USAID არ არის, იქ ჯანდაცვის აბსოლუტურად ყველა პროგრამა არის დახურული სამწუხაროდ უკვე მას მერე რაც არჩევნები ჩატარდა, ნუ ამ კრიზისის ანუ ეს საქართველოს არ ეხება, სოფლიოს მასშტაბით იძახი, ხო? არა, საქართველოს ეხება ჯანდაცვის პროგრამების დახურვა და USAID-ის პროგრამების ყველა USAID-ი მთელ სოფლიოში დაიხურა ოთარ. ხო, მათ შორის კი ჩვენთანაც. ანუ ჩვენ ახლა იმიტომ არა რომ ცუდად ვიქცევით ევროპის ამერიკა, არა, ეს უბრალოდ მართლა მთელ სოფლიოში დაიხურა და რისი თქვა მინდა იცი რომ ძალიან ძნელია თქვა რომ ეხლა მოდი ევროპა გვიცხადებს რაღაც იზოლაციონიზმს, რაც ნუ ტრაგიკულად ცუდია, ხო, ცალსახად, მაგრამ ეხლა ვთქვათ, რამდენად შეუძლია ევროპას ჩვენი იზოლირება და იმ კორიდორის არ გამოყენება, რომელიც გადის საქართველოსზე, ხო? რუსეთი სანქცირებულია, არის ერთადერთი ფაქტიურად ერთადერთი სახმელეთო ცენტრალური ნაკადი და ევროპა რო ჩვენ კეტავს, რას აკეთებს? საკუთარ იზოლაციას იწყობს, ანუ აზიურ ენერგორესურსებზე, აზიურ ენერგობატარებლებზე აცხადებს უარს. რა თქმა უნდა, მე არ მგონია რომ ეხლა ძალიან აწუხებდეთ, თუნდაც ქალბატონი აი პოლიტპატივრად გამოცხადებული იყო ევროპაში ნეტგაზეთის ქალბატონი მზიას ბედის გამო თქვათ ესეთ რადიკალურ ზომებზე არ არის ევროპის ქვეყანა რომ ვიღაც ადამიანის გამო თავის რაღაც კომფორტებზე თქვას უარი ხო მე უბრალოდ ვერ ვიჯერებ ამას რა ესეთი რადიკალური დაპირისპირება ვერ იქნება ის რომ თქვათ აპატია გიგი წერეთელი და თქვათ ვიღაც მამუკა მდინარაძე ვეღარ ჩავლენ ევროპაში ეს ძალიან ნაკლებად მაწუხებს და ვფიქრობ ქვეყანა ამით ნაკლებად დაზარალდება მაგრამ როდესაც ახლა სხვა უფრო მძიმე სანქციებზე საუბარი სანქციები ორმხრივია ხოლმე იმიტომ რომ თუ კეტავენ თვითონაც იკეტებათ ხო რაღაცეები ხა რუსეთის სანქციები აღმოჩნდა რომ ევროპისთვის იმდენად დამანგრეველი იყო რომ ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე და ერთმანეთს აძახებენ ახლა ჩუმჩუმად რაღაცებს მაინც ვაჭრობდა აბსოლუტურად ინგლისი აღმოჩნდა რომ საერთოდ სამხედრო ტექნიკით ვაჭრობდა მთელი ეს პერიოდი და იმ ფაქტს რა უყოთ რომ თვითონ ქართულმა ოცნებამ დაძაბა ევროპასთან ურთიერთობა არა მხოლოდ ევროპასთან დასავლეთთან ჯერ ხო იმ უაზრო კანონის შემოღებით რომელსაც საერთოდ არ იმუშავა რამე დაეთყო ქვეყანას რომ ეს კანონი მუშაობს ხო პირიქით ის დახმარება რომელიც ქვეყანას უნდა მიიღო ეხა ევროპამ თქვა რომ ამ დახმარებას მიიღებენ ის სამთავრობო ორგანიზაციებიო რომლებსაც ესეთი შეზღუდვები დაუწესაო ამ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებაო მერე იყო არჩევნების შემდეგ ის განცხადება ყველას გვახსოვს რომ გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ 2028 წლამდე საქართველოს წვეთს ევროკავშირთან ურთიერთობა ძალმხრივად წვეთს ну რავი კიდე ძალიან ბევრი ფაქტორი ამას და კობახიძე ამ განცხადებას ოთარ შეგახსენებთ რა დროს აკეთებს როდესაც 4-მა მთავარმა პარტიამ ამიტომ იმ 700 კაცზე თუ 600 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანა და დასრულდა არჩევნები დასრულებულია 600 კაცზე მეტი ვერ გამოყავთ თუმცა მათ მიიღეს იმაზე მეტი ვიდრე ეკუთვნოდათ მე თუ მკითხავ და ხა ვიღაცებმა მართლა ადრეხორუსო ეხა ქართული ოცნების ვიღაც ეს წვეტიანი აზრი ეს ხალხი უკვე თუმცა ნაციონალებიც ყოფილვათ რა ნუ ყველაფერს ხო საზღვარი აქვს რა ეხა ჯერ რუსეთთუ მოვიყავი ეხა ნაციონალი ვარ ეხა მე ჯერ ნაციონალს დავგვიძახებ ცოტა სასაცილო ჯღებს მაგრამ და კიდე ერთხელ ნაციონალები ხართ სულ ყველა თქვენ ვინც აიმხელა პროცენტები დღეს ნაციონალებს მაინც აქვთ აი ყოვლად გაუგებარი აი დღემდე ვერ ვიგებ ეხა იმ დღეს იყო ესეთი დებატი პირველ არხზე უბრალოდ მოიცვა მთელი სოციალური ქსელი მელია და მეგრელიშვილი ეჯახებიან ერთმანეთს რა მეგრელიშვილის პარტია მიიღო ჩვენზე ცოდნა მეტი 3%. ელია მიიღო ყველაზე მეტი 11% ქართული ოცნების შემდეგ. ბიჭო, ამ ვიდეოს ახლავს ალბათ აი მე რო არ დამეზარა, მეც კაი უსაქმური ვარ ეთყობა რა. ერთი 3000 კომენტარი რა. ადამიანს რომელსაც 11% აქვს მიღებული შეიძლება 3000-ივე აგიდებდეს იმას და 3%-ს ხალხს უჭერდეს. შეიძლება ესეთი რამე? ეს ხო ტყუილია რომ 11% მიიღო გვარამია გიმან მელია. ეს ხო ტყუილია რომ 10% მიიღო ბოკუჩავა იმან რა ქვია სააკაშვილმა. ეს ხო ტყუილია, ეს ხო აი ცალსახად ტყუილია. გაყალბებაზე რო საუბრობთ, ყველას გონია რომ ქართულ ოცნებას ვეკვეთ. არა ბატონო, შეუძლებელია ნაციონალებს 3000 კომენტარში რომ ერთს არ მოუნდა ერთი ნაციონალი. აი გვარათმელია არ გამოჩნდა რომ თავის მოგვარე მაინც დაეცვა ბიჭო.
ერთი ხო უნდა გამოჩენილიყო, თანასოფლელი არა, ამზორას მაღაცი აღარ გამოჩნდა, არა, ვინ დავიჯერო, მამამის რამდენი ოპერაციებია გაკეთებული. მამის უამრავი სიკეთე აქვს ზუგდიდში გაკეთებული, მარტო მხოლოდ თავის ქალაქში. ხო და ერთი კაცი არ გამოჩნდა შეკითხვასო. ძალიან უყვართ და პატივს ცემენ, მართლაც ძალიან ესეთ ოთან მაგითოვსო მაგითხვას რა 3000 კომენტარში ერთი შემგინებლის მეტი რო არც ერთი არ არის ხო? ვერავინ ვერ დამაჯერებს ამათ 10% და 11%-ს, რასაც ქართული ოცნება ამდენი წლები არ იგებს, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ერთად ქვეყნის აზიაროთ ერთადერთი ესენი ყავთ ოპოზიციაში. ბევრად სიმპათიურად გამოიყურებოდა მეგრელიშვილი, აი 100%-ით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. უბრალოდ ის ვერ გაირკვა, რომ გვარამიამ საიდან მიიღო ეს დაფინანსება, ამხელა დაფინანსება არჩევნების წინ იქნებ გვარამიამ წაბოაყენა საოცრად, კი ბატონო, შემოუშვა ზარი და ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონო. ძალიან მინდა ცივი გონებით მიპასუხო და არა ემოციით. კიდევ მეორე. აი სააკაშვილმა ერთადერთი გააკეთა კაი პატრული რეფორმა. სხვა რა გააკეთა კაი. აი როგორც იყო პრეზიდენტი, აი სახელმწიფო ლიდერი. ერთადერთი გააკეთა პატრული. აი სხვა რა გააკეთა კაი. მეორე, აი რო იციან ხოლმე, აი ხლა გულზე ჯიხს რო იცემენ ხოლმე. ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს? აი რატო გინდა პრეზიდენტობა რო კითხო ხო ადამიანს? აი ორად ორი რამე არ უნდა აპატიო ადამიანს. ნარკოტიკების ვაჭრობა და კაცის მკვლელობა. ყველაფერს არის სხვას გამოსავალი. აი რო კითხოს, აი სამხედრო ხარ თქვენ ერთ-ერთი. აი რატომ არ გენერალს ბეჭებზე ზიგზაგები? მიპასუხეთ. რატომ არის ბოლო კითხვა ვერ და რატომ აქვს გენერალს ბეჭებზე ზიგზაგები? აი მართლა ვერ მიგ გენერალს იმაზე გენერალს რატო აი ხო მე გეტყვით იმიტომ აქვს რომ რაც არ უნდა ალყაში იყოს გისა ჯარი მაინც უნდა შეძლოს გენერალმა თავისუფლების მოპოვება უნდა გაიყვანოს ჯარი აი ამიტომ აქვს იმიტომ არის ძნელი ყველაზე ძნელი გენერლობა გაბიეთ აი ნაპოლეონი ის რო ამბობს ხო ისე ჯარისკაც რა უთხარ ისაც გენერლობა არ უნდაო აი ამიტომ არის ყველა ადამიანს აი ბოლომდე უნდა გააცნევა თქვენს კარამდე მისდიო ხო კი ბატონო აი ადამიანი არის სინდისის ნუ როგორ ვთქვა ადამიანი დიდი ილია იმიტომ ამბობს სინდისი პატარა ღმერთიაო რატომ არ მოხდა მე ბერგერ მითქვი აი მაგალითად აზერბაიჯანში ან სომხეთში სამოქალაქომი რატომ მოხდა საქართველოში აი კიდევ მეორე ვერ ვიტყოდი რომ იქ ძალიან აცდნენ ელჩიბეიცა ძალისმიერი მეთოდით იქნა დაკობილი თუმცა ისეთი ცუდი გაგრძელებები რაც საქართველოში და ბინძური ციბინო ეხა სამოქალაქო ომზე ვისაც დღეს დადებითი დაცდება რა ვიგონი ენა აქ ამოსაჭრელი ხო ეხა არ ვიტყოდი რომ იქ თლათ ისე კარგად და ბარხატნად ჩაიარა არც სომხეთიმაც ბევრი რაღაცა იგივე პარლამენტში ამოხოცილი მინისტრები და რაღაცა სხვა გაგრძელებებიც ჰქონდა მაგრამ ну ჩვენ ცოდვაზე ვიტყვით რაც შეხა პირველ კითხვასო სააკაშვილმა პატრულის გარდა კარგი რა გააკეთა მე არ ვიტყოდი პატრული სააკაშვილმა გააკეთა ეს იზორიას პროგრამა იყო თავიდან ბოლომდე და რო არა ვარდების რევოლუცია ის დენი და ის მოდი გავიხსენოთ ბოლო 6 თვე უკვე დენიც იყო და წყალიც იყო და ყველაფერი იყო ყდელელა ლაგდებოდა და ეს პატრულის პროგრამაც მანამდე იყო დაწერილი ისევე სხვათა შორის როგორც ახალგაზრდული ბანაკები ოღონდ არა იმ მახინჯის სახით მე სააკაშვილმა რო აქცია ხონებულმა კახაკაცისთან ერთად ამაკ ეგ პროგრამა დაწერილი და შემდეგ ნუ მიითვისეს და დაამახინჯეს ბავშვებს მოუწოდა ტყეში კოცნე ბუჩქებში კოცნეთ ერთმანეთთან ნუ ყველაფერი თავისებურად ავოტყო ფუჭკუაზე გადააყენა ასე რომ პატრულსაც არ უთვლის სააკაშვილს პირად დავსახურებათ აქედან გამომდინარე ნუ რა ვიცი ხა რაღაცა იმიტაციას ქმნიდა რომ მოძრაობდა და რაღაცას აშენებდა ნუ რაღაც სახელმწიფოებრივს დაემსგავსა რაღაც შენებაში და რაღაც თითქოს ასეთი რაღაცების სკოლების და ბაღების და საავადმყოფოების გარემონტებაში და გზების და გვირაბების დღესაც ეს ხელისუფლება მაგათ ვერ დაეწევა ხა სააკაშვილის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები კაცი რომელიც სულ ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილს მაგრამ უნდა ვთქვა რომ კი რაღაცებს აშენებდა ბევრ რამეს მაგრამ ეს არ იყო მთავარი არც ეხლა და არც მაშინ იმიტომ რომ თავარია ყველა ადამიანისთვის ადამიანის უფლებები რომელიც ბოდის გიხდით ამ ჟარგონისთვისაც ცალფეხზე ეკიდა ესე იგი ისე გაგაქრობდნენ, ისე გაგლახავდნენ, ისე მოგსპობდნენ და ისე აგაორთქლებდნენ, რომ სადაც გინდა იგეჩივლა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდი. და ეხლა რატომ არ შეიძლებოდა საავადმყოფოების გზების და სკოლების შენების პარალელურად მას დაეცვა ადამიანის უფლებები. აი ეს არ მესმის, რატო არ შეიძლებოდა ამის გაკეთება ერთდროულად. როცა ამას ხო, აი არა, მე გეტყვი რომ არ შეიძლებოდა მისი მართლა გეტყვი, ავხსნი, რატო არ შეიძლება და ჩვენთვის რა არის მთავარი? ზუსტად ვიცი რომ როდესაც მას მიმართეს თავის ნაციონალების ერთმა ჯგუფმა, სხვა ჩვენს ბოკერია ჯგუფმა, რომ ეს ადეიშვილი ესეთი არაპოპულარულია და ამდენიო
ადამიანის უფლებების დარღვევა რაღაცაო და ბიუჯეტს ვინ შეავსებს? აი ადამიანის უფლებების დარღვით ივსებოდა ბიუჯეტი. მართლა ვიძახი ისე მილიონობით სახს აყიდინებდნენ და ბიუჯეტში შედიოდა ეს თანხები, ანუ ერთ-ერთი მისიის შემოსავლის წყარო იყო ადამიანის გასრესვით თანხების შედინება. კორუფცია დაბალი დონის, ანუ ინსპექტორის და გაიშნიკის დონის კორუფციის დამარცხება, რომელიც ჩაანაცვლა ელიტარულ და წარმოუდგენელი მასშტაბის ეხა მილიარდერები არიან, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, აი წარმოუდგენელი ქონება აქვთ ამ ადამიანს, გიგი უგულავა, ვითომ ხო არაფერ უბრალოდ ვერ აჩენენ იმდენად, მაგრამ წარმოუდგენელი რამდენიმე ადამიანია, რომელიც საოცარი ქონება დააგროვა და ნუ თვითონ სააკაშვილის ლაპარაკი არ აქვს, მისი მაიამიში არსებულია. მაიკლ ჯორდანის გვერდზე აქვს ორი სასახლე რაღაც არამართლზომიერი სასჯელი, ანუ დაუშვათ ადამიანს უბრალოს რომ მოეპარა ერთი ბოთლი ბორჯომი, ესე იგი მას უშვებდნენ 15 წლიან პატიმრობაზე და მისი გარემოცვიდან ვინმეს აი გირგულიანივით ვაზაშვილივით და რა ვიცი რომელი ერთი ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ჩამოთვალო რომელიც ამათმა დაღუპეს მათ ამ უბედურების შემსრულებლებს ერთ-ორ წელიწადში სახლში უშვებდა. აი ეს იყო პირდაპირ ღიად მფარველობითი დამოკიდებულება ამ კაცის თავისი გარემოცვის მიმართ. მათ არ ჟიდა და ხო ესე ხო არ შეიძლებოდა ხო ამის ზარია შემდეგი მოდი აბა შემოუშვათ ისევ ერთხელ კიდე ერთხელ გისმენთ მოგესალმებით მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით თქვენს მეთი მინდოდა თქვენთვის ვეთქვა პატრიოტ ალიანსმა დიდი როლი ითამაშა იმ კადრების ევროპაში ჩატანაში და იმ ევროპარლამენტარებზე იმ კადრების ჩვენების რომელიც პატრიოტებს აწამებდნენ მაგრამ მე მგონი ევროპარლამენტმა ეს ყველაფერი ხუთიანზე იცოდა რა ხდებოდა საქართველოში რა ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში და მაინც ევროპა და ამერიკა სააკაშვილს დემოკრატიის შუხურას უწოდებდა ახლა რა პროცესებით მიმდინარეობს თქვენ რატომ გონიათ ევროპარლამენტი რომ ზედამთვალე ამოდის საქართველოს და ფიქრობს იმას რომ როგორმე ქართველმა ერმა იცხოვროს დემოკრატიაში და კარგად იცხოვროს ამის გაგებაში არა ვარა ვერ გავიგე რომ ევროპას ვიძახი და ევროპა რასაც აკეთებს მაშინ რასაც აკეთებდა იმაზე რა აკეთებს ახლა შეგიაზრდეთ მაგალითად თქვენი რა მაინტერესებს კი ბატონო მოდი ესეთ რამეს ვიტყვი რა აი არ შემწხვება და ვიტყვი რომ თქვათ აგენტურა უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში აი უბრალოდ თემა ავიღოთ ესეთი უცხო და პასუხის გასაცემად ვამბობ ამას რა რუსული აგენტურა არსებობს საქართველოში ოტაშე როგორ ფიქრობ რა დღეს ან რუსული ტელევიზია რომელიც ან რუსული არასამთავრობო თუ იცი რა მე მაგალითად ერთი ვიცი ისედაც იმდენად სუსტი და იმდენად წარუმატებელი რომ და დაუფინანსებელი რომ თავისი სურვილით უფრო არის ვიდრე რუსეთთან რაღაცა იმართებოდეს ხო სამაგეროდ ამერიკული და ევროპული ძალიან ბევრი ვიცი არასამთავრობო ტელევიზია 4 უზარმაზარი ტელევიზია არის პირდაპირ მიმული ხო აბსოლუტურად დასავლურ პროპაგანდასთან ლიბერალურს უბრალოდ დასავლური არ არის ანუ ეს ქვეყანა დიდი ხანია უკვე ჩაგდებული არის მათ ხელში ხო ეს მოცემულობა მე ამას ახტაცებით კი არ პასუხობთ ეხლა რომ ეს არის მოცემულობა ხო ანუ იმ ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან ხო ეს ადამიანები რა ეს ახალგაზრდები რომელიც თქვა ფინანსდებიან იქიდან ეს არასამთავრობო გრანტები საკმაოდ დიდი თანხებია და საკმაოდ ბევრი ადამიანია და ეს ათასობით ადამიანი არის და თანხები ნუ მილიონებში გადადის ღია დეკლარირებულად ეხლა ეს უსიადის პროგრამა რომ დაიკეტა ხო ეს საკმაოდ საგანგაშოა მათთვის აქედან გამომდინარე ხო ჩვენ ეს ავიღეთ უკვე მოცემულობად და არა სასურველ გარემოებად ჩვენ უყურებთ ქვეყანას ისე რომ ამ მოცემულობაში რას ვაკეთებთ ხო ამ მოცემულობაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ეხლა ხო არ დავერევით იგივე იმ ახალგაზრდებს რომელსაც უკვე ტვინის გამორეცხილი აქვს სიტყვაზე ზოგს ტვინი არა გამორეცხილი მაგრამ ესე მიაჩნია ზოგს არ ვიცი უბრალოდ ნუ მოწონს თქვა ის არეულობა და რაღაცა მოდი ვეკვეთოთ და აი მე მართალი ვარ და შემთხვევანი ხარ ხო ეს 91-92 წელს უკვე ვცადეთ და სხვა ჩვენ ახალგაზრდებს არ აქვს ეს გამოცდილება და მზად არიან რა ვიღაც სისხლი დაღვარ მაგრამ სახელმწიფოს უნდა კონდეს მეტი გამოცდილება ხო ქვეყნის მმართველებს პირველ რიგში ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება რომ ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ესეთი მოხდეს რა რაღაცა დაპირისპირება მოხდეს და მაგიდას ვითხოვთ ამიტომ ეროვნული ძალების მაგიდა სადაც იგივე ეს ახალგაზრდები დაჯდებიან და ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ხო რაღაცა ესეთი ამიტომ მოვითხოვეთ თორე მე კიდევ ამბობ
თქვენ რაც ევროპაზე მზადეთ, ყველაფერს ყოველ წერტილმძიმეში დაგეთახმებით, ბატონო ჩემო, ერთის გარდა რომ თქვენ არ ბრძანეთ, ერთი რამე არ ბრძანეთ, თორე რა ყველაფერს სწორად თქვით რა. რომ ეს უკვე მოცემულობა არის, რომ იმ ევროპამ თავისი თქვა თეთრზე რო გითხრა შავია, ხო ეს უკვე შემოტანილი და დანერგილია, ხო? ქართულმა ოცნებამ მაგალითად 12 წელს მანძილზე ვერც განათლების სისტემაში, ვერაფერში თავისი ვერ შესთავაზა. განათლების სისტემა მთლიანად გადაეცა მათ და მათ აღზარდეს ეს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც ეს შესანიშნავად ბჭყალებში ფიქრობს და ამას შენ ვეღარ გააჩერებ რა დამთავრებული ის თავისუფლება გონია იმას რომ თავისო აგახევს და სახე თავს მოგაგლიჯოს იმას ეს თავისუფლება გონია და თიც თუ მიადებ იმას ეს უკვე უფლებების დარღვევა ხო ის ჩამოყალიბებულია უკვე თავის აზრში რა ეხლა აგერ ჭიჭინაძეა რეჟისორი დაპატიმრებული ხო თუ მსახიობი რა აი ძალიან მინდა რომ მალე გამოვიდეს და თავისუფლად იცხოვს მართლა გულწრფელად მინდა ოთარ არა ვარ ის ადამიანი რომ აუ ციხეში ღირსია ბიჭო მთელი ცხოვრება რუსულ სერიალებში თამაშობდა 2-3 წლის წინ და რო ეგეთი ტიპები რუსეთს მიწაკია თემ ცხოვრება რუსეთთან მწყერი მიკერებული მაგ ფეხი მიკერებული მაგ აი ესეთი ნაციონალი მოგიტრიალდება და გეძახის რუსეთს უმეხარ ხო რა ვქნა ეხლა რა ხო ვიცი რომ ტიპი ახმელზე მუშაობს ხო იმ ახალგაზრდას გონია რომ ის ევროპელია და მე ვარ რუსი ამ დროს პირიქით არის მაგრამ რა ვქნა შეიქმნა ეს სტერეოტიპი ხო ვინ არის დამნაშავე ხელისუფლება კიდევ ვიძა ხელისუფლება მიიყვანა აქამდე თემა და ეხლა ის რომ ვინც აღარ მოგწოს ის ამოვძირკოთ ეს არის ჩვენი გენეტიკა ამოვძირკოთ ეგ 100,000-ობით ახალგაზრდა მართლა დგას მართლა ნუ 10,000-ობით ხო დგას მართლა ხო ჩვენი გენეტიკა ეხლა ნუ რა მივიტყვით რომ ჩემი არც ნათესავი გამიგია იქ და არც მეზობელი და არავინ არა თითოეულ ქვედაგას მინიმუმ ბიძაშვილის იქით მაინც ხავს ახლოს ხავს ვიღაცა რომელიც იქ დგას ახალგაზრდა და მეზობელიც და ყველა ხო ხო და აი გამოსავალი უნდა ვეძებოთ აქ და არა ის ჭიდაობა და ცება და ტყეპა რა თორე მე კი არ ვამართლებთ ვიღაცას და რაღაცას მოცემულობაზე გვაქვს აქ უკვე საუბარი და არა იმაზე რომ არიქა ევროპა პარლამენტარმა კუბილიუსმა ნაძირალიუსმა რომ რაღაცა მითხრა და რომელ ფულს იღებს ეგ თქვას ხო ვიცი ზუსტად მაგრამ ამ ახალგაზრდას გონია კუბილიუსი კაცია და საქართველოს უყვარს რა კუბილიუსი არაკაცია ყოველად გეუბნე ნაძირალა ფულს იღებს რო თქვას რომ შახაბასი არის საქართველოს მე იტყვის მაგასაც იტყვის იმისთვის სულ ერთია ფულს რასიც უხდიან იმაში იღებს რა ვქნათ მოცემულობაა ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ რა და ეს მოცემულობა დააყენა ამ ხელისუფლებმა თავისი 12 წლიანი მმართველობის პერიოდში რა საუბედუროდ და მე ამას გულის ტკივილით ვამბობ და არანიშნის ლოგებით ზარია შემოუშვათ რა გისმენთ ალო გისმენთ ზარი მოგესალმებით ხორზუზაი დაგაზრდეთ მოგესალმებით პატროთა ახლა უსან თქვენად გონდა მელაპარაკოს ევროპა ევროკავშირი ვიდის ნელის სიჩქარით არ არის პრობლემდე რაღაც გამოკვეთილი არ არის რაღაცაზე თავსი გავებენ ჯერ არ გამიგია რომ დაუსვათ აი ეს არჩევნები რომ არალეგიტიმურია ევროკავშირის მთლიანობა საერთოდ პირველი კი ლაპარაკობენ ამერიკიდანაც რამდენი ის არ მოდის არ ვიცი როგორ არა არჩევნები ხვის პირა სახელმწიფოა as ამერიკასაც ჩნდება და ევროპასაც მეორე კიდე რაც მინდა მეთქვა ახლა ოპოზიცია არის საქართველოს ბანკის მმართველი გილაური ჩართული ამაში რაღაც ფონდი შექმნა ფინანსებს არის ხაზარზე კიდევ ეს ორი ბანკია საქართველოს ჩემი აზრით წარმართველი ბანკი დიდი ბანკი სანამ არჩევნები დაიწყებოდა დაუსვათ აი ხელახლა დანიშნულ არჩევნებს და აი გაიმარჯვა ოპოზიციამ სიტყვაზე ლაპარაკ რაღაც საბანკო სისტემაში რეფორმებს ხო გაატარებენ მე ასე მგონია უნდა გაიტერებინა ყველასგან თუნდაც ხო შეიძლება ამ ხელა განაკვეთები რო არ 10% ჩამოიყვანა განახდები გულიქნება ამარჯვენში მაგას მაგრამ ამას არაკეთებენ სხვას უყურებენ შენ თვითონ უნდა გადადგან ნაბიჯი ხალხის საერთოდ უნდა მერე უნდა თქვა მადლობ გაიხარეთ ცულებები თუ იქნა და მართლა თუ წელს ჩატარდა ხელახალი არჩევნები ამას ყველაფერს მიეხედება იმ საბანკო პროცენტებს რომელზეც მართლაც ყველას გულის ტკივილია ეს ამბავი იმიტომ რომ თითქმის მთელი საქართველოს საბანკო ვალებში არის დღეს აუცილებლად მოევლება იმედია ნორმალური ხელისუფლების პირობებში იმ კარტელებს რომლებმაც პრაქტიკულად
ხელში ჩაიგდეს ეს მომსახურების სფერო, ეს სააფთიაქო ქსელები, ეს მარკეტების ქსელები, ბენზოგასამართი სადგურები, სადაც მართლაც ფასები კოსმოსში არის ავარდნილი და ამაზე არც ანტიმონოპოლიური სამსახური არ ზუნავს და არც ეკონომიკის სამინისტრო. ამას მართლა ჭირდება ძალიან მკაცრი ხელი და სახელმწიფოს ესეთი ოპერატიული ჩარევა, იმიტომ რომ ამის გაძლება, ხალხი ზის და ელოდება ქვითრიდან ქვითრამდე რა გადაიხადოს პირველი, წამალი იყიდოს თუ კომუნალურები გადაიხადოს თუ და კიდე ბანკის ვალები, ხო, პროცენტებია გადასახდელი. ეს არის ურთულესი ცხოვრების პირობები ჩვენი ხალხისთვის და ბევრი სხვა შორის ვინც უჭერს ამ ოპოზიციის და ხალხის გამოსვლას და იქ იმას რა ქვია პროტესტს სწორედ აი ამ გაჭირვებამ ბევრი მიიყვანა იქ და ეს საერთოდ არ ადარდებს ხელისუფლებას სულ სხვა რაღაცაზე საუბრობს რაღაც 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს რომელიც არის ზღაპარი იმიტომ რომ არავინ მათ შორის არც ემირატები აქ ერთ ცენტს არ ჩადებს ქვეყანაში რომელიცაც ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა უკვე ევროპასთან და ამერიკასთან. ზარი არის ოთარ კიდე ზარები არ წყდება და იძულებულებიათ. გისმენთ? ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. კასპის რაიონიდან გაწუხებთ. უსანეთაშვილი ვასილი. გისმენთ? აი, წეღა შედარება გააკეთა პარალელი გაავლო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსა და ეხლანდელი მთავრობას შორის იმანოვზები მაინც დააგო აი ბატონმა ბრძანა პირადები აშენო რაღაცები გააკეთა მაგრამ იყო რაღაცა უარყოფითებიო ეხლა რა არის დადებითი ამ მთავრობის ხელში ეხლა ისაა დადებითი რომ ციხეში კარგი მოპყრობაა და უდანაშაულო ხალხს იჭერე პირადად ჩემი 5-6 საქმეა ჩაფარცხული მილიცია და ბოლო ქურდობა ძარცვა და თქვენ ახევარია პროკურატურაში და განცხადება შეტანენ და პასუხიც არ არის ჯერ ეს არის ხელისუფლება რომელმაც უნდა ქართველი ერქეხზე დააყენოს და ასაზრდოს ნამდვილად ეს არ არის ეს ხელისუფლება ძალიან გავს უკვე ნაციონალურ მოძრაობას მაინც ხდებოდა კი იყო რაღაცა საზიზღვრული გამოვლინებები ციხეებში პატიმრების მიმართ მოპყრობაში კი იყო მაგრამ მე თვითონავარ ჩემი თვალით მნახველი ციხეში ვიყავი და რა დღეში აგდებდნენ აი ჯერ კიდე შევარდაძის პერიოდში პატიმარს ისე ჩემდნენ რომ ორი ფეხით აითრევდნენ ხოლმე და ისე გაათრევდნენ ხოლმე კარიდორში გარეთ დააგდებდნენ სიცივეში ან მოკვდეს და ან დარჩესო და რამდენი მოკვდა ცემაში რამდენი ეხლა ციხეში რომ იქ კურორტი არ არის და ხიზიორას არ მოგიტანენ და კრესლოში არ დაგსვამენ ეგ ცხადია ციხეში იმიტომ სვამენ რომ პატიმარია დამნაშავეა მაგრამ უდანაშაულო თუ დამნაშავე იქ გარჩევა არ არის რეჟიმი მაინც თავისას აკეთებს ყოასია კარგი დიდი მადლობა ზარისთვის 2 წუთი დაგვრჩა რა ალბათ აღარ აღის ზარის შემოშვება ოთარ უკრაინას მინდა შევეხო რა აი ძალიან ძიმე მდგომარეობა არის ბოლო განცხადებებით მე ვეღარ ვხედავ რომ რაღაც დიდ დახმარებას აპირებს ან ევროპა ან ამერიკა კარგია რომ სამშვიდობო ინიციატივა მოდის იმიტომ რომ აი ცალსახად ვამბობ რა რაც მალე გაჩერდება ომი მით უკეთესი უკრაინისთვის იმიტომ რომ აი ყოველგვარი სიხარულის და იმის გარეშე ვამბობ გაბრაზებული ვამბობ რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს დავესეს დაბრძოლის უფროს დავესესხები რომ თუ რამე არ შეიცვალა ზაფხულში უკვე უკრაინა აღარ იარსებებს აი ესეთი უმძიმესი განცხადება გააკეთა რაც შეეხება ფრონტზე იქ უკვე იმხელა თუ არ ვწდები რაღაც 100-მეათე ბრიგადა იყო ალყაში იყო მოქცეული 1500 კაცი რაღაც უმძიმესი კადრები ვნახე ტყვეების დახვრეტის ნუ აი რაღაც აშინელება ჯოჯოხეთი ტრიალებს სულ ახალგაზრდა ბიჭები თან ეს ვიცი ხრიტებოდნენ საცოდავები რა გული დამეწვა ხო და არ ვიცი ნუ საბედნიეროდ ტრამპი ამბობს რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ამომს გააჩერებს და თუ ამომს გააჩერებს ალბათ ამ კაცს მარტო ამიტომ ღირდა ამ ადამიანის არჩევა იმიტომ რომ ეს ჯოჯოხეთი რაც ახლა იქ მიმდინარეობს და თან უკვე ცალკარში მიმდინარეობს სამწუხაროდ უკვე ბრძოლა როგორც არ უნდა ჩვენმა პროპაგანდისტებმა ჩვენო სამხედრო ექსპერტებმა ჩაყუყეს აღარ ჩანან ხო ვეღარ საუბრობენ რა უნდა ილაპარაკო რა აქვს კურსკი უხარიათ ისაც მე მგონია სპეცოპერაცია იყო რუსების შეეტყუებინა და ფრონტის ხაზი გაეწელათ
თავისზე სუსტი და ნაკლებრიცხოვანი მოწინააღმდეგისთვის, რაც მომგებიანია რაოდენობრივად დიდი ქვეყნისთვის და მოხდა ეს, რაც არ ამგონია, რომ უკრაინას ძალიან წაადგა კურსში შესვლა და აი არ ვიცი. რო მოგვეწურა და როგორ? ოთარ მაინც ალბათ 1-2 წუთს მოგცემენ და 1-2 წუთი დაგვიმატონ მაშინ. მართალია ეს ბოლო დღეები და კვირეები ძალიან მაგრად ინტენსიურად იბომბება უკრაინას, რაღაც შეტევით ოპერაციებზე გადავიდა პუტინი ამ აღმოსავლეთ უკრაინაში და ვთვლი რომ ხა ალბათ ის ელოდება რომ აქ დაიწყება უკვე სერიოზულად ახალი ამერიკული ადმინისტრაციის ჩართულობა ამ პროცესში და იქნება დაიწყება საუბარი და ამიტომ რაღაც თავისი უპირატესობის წარმოჩენის კუთხით ცდილობს რომ რაღაც ხა უფრო მეტი გავლენა კონდეს რეგიონზე და უფრო მეტი მიწა, იმიტომ რომ სავარაუდოდ სადაც გაჩერდება ომი ის დაფიქსირდება საზღვრად. აი მე ესე და ალბათ პუტინი უფრო ფიქრობს რომ რაღაც საერთოდ კრემლს უნდა რაღაც იალტის კონფერენციის მსგავსი რამ გაიმართოს, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ეს დიდი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და ევროპის გადანაწილებაზე ახალი მსოფლიოს გადანაწილებაზე იყო საუბარი, მაგრამ ტრამპი არაფრის გადამნაწილებელს არ გავს, როცა მით უმეტეს იმ საკითხებში, სადაც პირდაპირ ეხება ამერიკის ინტერესებს, ამიტომ იქ ასეთი ხისტი პოლიტიკოსისგან, როგორც ტრამპია, რაღაც ბევრ დათმობაზე წასვლას მე არ ვიცი. ნამდვილად არ ვარაუდობ. თუმცა უკრაინის გარდა კიდე ტრამპს სხვა უფრო დიდი პრობლემა აქვს, ეს არის ჩინეთი და პრაქტიკულად ყოველ დღე გამოდის უკვე სახელმწიფო მდივანი ეს რუბიო, რომელიც ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა ამერიკის ინტერესებისთვის არის სწორედ ჩინეთი და იქ სადღაც ახსენებს მერე უკრაინას. ასეთ სიტუაციაა და ნახოთ როგორ იქნება, უნდა კარგით, მადლობა ოთარ და შემთხვევაში უახლოეს მომავალში ან შეხვედრა იქნება, ან საუბარი ორ პრეზიდენტს შორის. სამწუხაროდ მართლა არ ყოფნის ეს 1 საათი ზარების შემოშვების პარალელურად, ვერ ვასწრებთ იმის გაჟღერებასაც გვინდოდა, მაგრამ რაც არის ეს არის. დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს, ჩვენ მაყურებელს. კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ.